ხაჭოს პასკა ტრადიციული, რიტუალური ნამცხვრის ორიგინალური და განსხვავებული გემოებით მდიდარი ვერსიაა, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 200 გრამი არაჟანი, სასურველია მაღალი პროცენტულობის, 800 გრამი ხაჭო, 200 გრამი 82%-იანი კარაქი, 1 ფორთოხლის ცედრა, 100 გრამი ქიშმიში, 100 გრამი ფორთოხლის ცუკატი, 200 გრამი მოხალული თხილი, 300 გრამი შაქრის პუდრა, 80 გრამი ქოქოსის ფანტელი. პირველ რიგში ჯამში მოვათავსოთ არაჟანი და მოვაყაროთ შაქრის პუდრა. მოვასხათ გამდნარი კარაქი და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ ნელ-ნელა დავამატოთ ხაჭო, ავურიოთ და მოვაყაროთ ცუკატები, თხილეული, ქიშმიში, ფორთოხლის ცედრა, ვანილი, ქოქოსის ფანტელი და სურვილისამებრ სხვადასხვა ჩირიან ხილი. ხაჭოს მასა მოვათავსოთ ნახვრეტებიან ჭურჭელში, დავდგათ თეფშზე. გადავაფაროთ მარლა, კარგად შევფუთოთ და სიმძიმე დავადოთ. ხაჭოიანი ფორმა სუფრაზე მიტანამდე 2 დღით ადრე მოათავსეთ მაცივარში. 2 დღის განმავლობაში თეფშიდან პერიოდულად გადავასხათ წყალი, რომელსაც ხაჭოს პასკა გაუშვებს. ბოლოს ქოთანი ლამას თეფშზე გადმოვაბრუნოთ. შემოვაცალოთ მარლა და მოვთოთ გემოვნებით. ხაჭოს პასკა მზად არის. გემრიელად მიირთვით.